ძირფასო სენერებოდა მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ვიდეო დანიელ კუპერი, ანუ დენ კუპერი იყოფება სტუმრად შოუზე. Он пришел ко აქ ინგლისურად აწერია პოდკასტი journey to Zoons. მაბათია ჩემი ინგლისური არ ვიცი კარგად, საერთოდ არ ვიცი, ხო და წამყვანები არიან ტაილერი და არონი. ამ შოუს წამყვანები არიან ტაილერი და არონი. მე ხარ თქვენ, მე არ მოусვენ ამ ვიდეოს, მე თითქმის ნახევარზე მეტი მოусმინე. და აქ მხოლოდ ერთი კაცი საუბრობს და მე პირდაპირ ამ კაცის ნათქვამს გადაგითარგმნით კითხვის გარეშე. ნუ ხა სადაც მიხვდები რომ წამყვანები ეკითხებიან და არ დავიწყებ იმის ძიებას თუ რომელი ეკითხება ტაილერ თუ არონი. უბრალოდ წაგიკითხავთ კითხოს და თუ რა პასუხს იძლევა დონ კუპერი, იმიტომ რომ ეკონომია მეხსიერების ტელეფონის მეხსიერების შიგთავსის ეკონომია რომ გავაკეთო. კარგით, მოდით დავიწყოთ. და თემა ეხება თუ ახავე გეტყვით ეს არის მეოთხე ნაწილი. კიდევ სამი ნაწილი არის, მაგრამ მე სამი ნაწილი არ შემოხვედრია. კარგი, როდესაც შეხვდება, იმასაც გადაგითარგმნით. მოდით ახლა ამას მოვუსმინოთ და თემა ეხება დროის ხაზის ასე ვთქვათ გამრუდებას. გადახვევას. მას დავიწყოთ. მინდა შეგახსენოთ რომ ეს ვიდეო იყო ატვირთული 25 წლის 14 თებერვალს, ანუ სადღაც მეახლობით 1 წლისაა, თორემ მეტი. შარშან ჯერ კიდე იყო საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა დაწყებულიყო გახსნა. აქედან ხოთაშორის სტივენ გრეილის ნახსენები, ეს არის არხი 20 და უკან. ხო, მაგრამ თემა ეს არის 1 წლის მეტზე მეტი უკანდელი თემა. ახლა სექტემბრის ივლისი თავდება. ხო, ცოტა წელიწად ნახევარიც არა. წელიწადი და ხო, მიახლოებით ნახევარი წლის. მას დავიწყოთ. დენ კუპერი იმ დროისთვის იყო უფროსი თანამრჩეველი არის ეს ეთყობა კომპანია ასეთი და ამ დენ კუპერმა მიცა ამ ბიჭებს ტაილერს და არონს ინტერვიუ სამჯერ. და ისინი ბიჭები ამბობენ რომ მოდითო დღეს ჩვენ ვისაუბროთო გენერატორზე სუპერ ერთიანი ენერგიისა, რომელსაც ჩვენ ვახსენებდითო მესამე ვიდეოში. მესამე ვიდეო მიჯერ არ მინახია. არც ვერი, არც მეორე, არც მესამე. დენ კუპერი მესამებიან დენ კუპერს. დენი კუპერი ამბობს რომ ეხლა ვარო პენსიაზე, მე 20 წელი ვიმუშაეო იურისტის დამხმარედ და მე არ მომთესო უფლება, ნებართვა არ მომთესო, მიმიღო ლიცენზია, როდესაც მე ვსწავლობდიო იურიდიულ ფაკულტეტზე 1991 წელს. იმ დროს მე დამაპატიმრესო ცერეუს აგენტებმა და დამაჯინესო მე საშინაო პატიმრობაში. და მე შემდეგი 18 წელი მათი უნდა მემუშავაო უსასყიდლოდ. მაგრამ მე გავიქეციო და ეს ამბავი ამ ამბავს ახლა ვერ მოყვებიო, რადგან ხო, კაი, ამ ამბავს ვერ მოყვებიო, რადგან ძალიან ხანძლივი ისტორია არისო და მე მინდაო რომ მაგათმა დამიბრუნო მე ყველა საქმეები, რომელიც მე ასე ადვილად გადავჭერიო და ფაქტურად მე უნდა შემექნაო კარიერა. მე არ მომწონდაო რომ არ მიხდინდენო საფასურს ჩემი სამუშაოსი და არ მომწონდაო რომ მიქცეოდნენ როგორც საშინაო მოსამსახურეს მონას, მაგრამ
მე ვიცოდიო რომ ერთხელ ყველაფერი შეიძლებოდაო და ჩვენ მოვიცილებდითო თავიდან ამ სააგენტოებს, ამ დაგორ სააგენტოებს. 2014 წელს მე წამოვიდიო სააგენტოდან და მე დამემუქრენო ისინი რომ შენ მოჰკლავო, შენ შვილებსაც მოჰკლავო. მე ვუთხარიო წარმატებებს გისურვებთო. 2014 წლის ზაფხულში, როდესაც მე მსახურობდიო ფლოტში, და მუშაობდიო იარაღის შემუშავებაზეო ფლოტისთვის და ხელმძღვანელობდიო ამ პროექტებით 2014 წელს და ჩემთან მოვიდაო 2014 წლის აგვისტოში ერთი პიროვნება და მე ვნახეო ვიდეო, მაგრამ მე არ ვიცოდი იქ რა იყო ამოჭრილი და არც დავინტერესებული ვარო ამ ვიდეოთი. რაღაც უაზროდ მომეჩვენაო. ესეთი შემდეგ მე გავხსენიო მეექვსე ძალა და მას ვაკორდებოდიო ბუნებაში. მეო აღმოვაჩინეო ეს ანტიგრავიტაციული ძალა ნიკოლა ტესლასი, რომელიც მან აღმოაჩინა 1990 წელს და მან იგივე გააკეთა რასაც მე ლაბორატორიაში და მეექვსე ძალას ვანვითარებდიო და 1901 წელსო ნიკოლა ტესლმა გამოიგონაო ტრანსპორტორი 6 ოთხიანებით, სადაც ის გადაადგილდებოდა და სხვადასხვა ცხოველებიც გადაყავდა. იმ ფოტოზე, სადაც ის მას გალიაში გორილა ყავს მოთავსებული, მას გადაყავდა ეს გორილა, ერთი უჭირდა ერთი გალიიდან მეორე გალიაში, იმავე ლაბორატორიაში. ანუ ექსპერიმენტებს აწარმოებდნენ. ციფრი 64 ნიშნავს ტრანსპორტს და მე ვერ აღვადგინე ეს ტრანსპორტი და შემდეგ ჩვენ გავიგეთ რომ ენდრუ ბასია გასგან ხო ენდრუ მე ამ პიროვნებაზეც მაქვს გაგონილი ის კი არა ერთი ვიდეო მაქვს გადაწერილი ეს ენდრუ ბასიაგოა და ის ბიჭუნა ვისი ფოტო მოხდა წარსულიდან მომავალში ენდრუ ბასიაგოს მამაც მუშაობდა ფარულ კოსმოსურ პროგრამებზე ცერეუში ყველაზე ხო და მან შვილი ამ საქმეში ჩართვა ძალიან ასაგიდა და შვილი გაუშვენ ლიკონის გამოსვლის მოსასმენად და ეს ბიჭუნა ენდრუ ბასიაგო 13-14 წლის ასაკში წავიდა იქ მოხდა მომავლიდან წარსულში ოღონდ პლაზმური კარიბჭის მეშვეობით ოთახი ჰქონდათ ამათ სპეციალური სადაც პლაზმური კარიბჭე იდგა და ამ პლაზმური კარიბჭის მეშვეობით ეს ენდრუ ბასიაგო მოხდა იქ იმ დროში და კაგრას იქ მაშინდელმა ფოტოგრაფმა გადაუღო ამბავს ფოტო და იმ მომენტში მოხდა ამ ფოტოს გადაღება, როდესაც ენდრუ ბასიაგო უკვე იქიდან ქრებოდა იმ დროიდან. თვალები გაუქრა, უკვე ორი ორმოა თვალების ადგილას, პირის ადგილასაც ორმოა და უკვე იშლება ებიჭუნა იმ დროიდან ისე. ხო, ეს არის პლაზმური კარიბჭე, ამიტომ ადამიანები, როდესაც რაღაც დრო იწურება, თავისით ქრებიან წარსულიდან და უბრუნდებიან მომავალს. ხო და აი ეს ფოტო დღემდე არის შემონახული და სინამდვილეში ის ბიჭუნა არის ენდრუ ბასიაგო.
და მე არ ვიცი ზუსტად ამ ენდრიუ ბასიაგოზე ამბობს გვარიო როგორ ითქმის რომ ისი ხო აქ ცოტა არივლათა და ენდრიუ ბასიაგო მოახწერაო ორი ტექნოლოგია რომელსაც იყენებენო საწყისში და იყენებდნენო დროში სამოგზაუროდ და ეს ტექნოლოგია ეკუთვნისო ნიკოლა ტესლას და არის იგივე ხელსაწყო ოღონდ ცოტათი განსხვავდებაო ნიკოლა ტესლას ხელსაწყოსაგან და ამ ხელსაწყოზე რომელიც მან გვაჩვენაო ის გადაადგილდებოდაო 1901 წელს და იმის შემდეგ როდესაც მან აღმოაჩინაო დროში მოგზაურობა და დაიწყო ამ ხელსაწყოების გამოყენება არ ვიცი ახლა ეს ხელსაწყო თუ გაათანამედროვესო მაგრამ იმ 50-იან წლებში 53 წელსო როდესაც ადმირალი ბიორნი მართლა წავიდაო ენდრიუ ამბობს რომ ეს იყო 50-იან წლებში მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა საქმე იმაშიაო რომ ხელსაწყოს ამ დროში მოგზაურობის ხელსაწყო იყო ხელსაწყო შუმერებისთვის ხო შუმერების მოგონილი და მეორე იყო დაფუძნებული მეორე დროის მანქანა პლაზმა შეკუშულ პლაზმაზე აი მე რომ ახსენეთ ეხლა პლაზმა აი იმ პლაზმაზეა საუბარი ამიტომ ხანდახან თქვენ ხედავთო პლაზმურ ბურთს ან პლაზმურ ხომალდს ეს არის ხელსაწყო დროში სამოგზაუროდ და ეს ხომალდები დროში მოგზაურობისაც ან პლაზმური ბურთებია და მე ვიცით ეს რადგან ეს შეკუშული პლაზმა იყო მეორე საშუალება რომ გადაადგილებულიყავიო სიღრმისეულ კოსმოსში და რომელსაც საიდუმლოდ იყენებსო ჩრდილოვანი სახელმწიფო და აგრეთვე ისინი იყენებენო ამ მეორე ფორმას და მთავარი ფორმა კი რომელიც დღემდე იყენებაო ეს არისო ამასო ბასიაგო ენდრიუ ბასიაგო აღწერსო და ის ამბობს რომ შეიძლება უბრალოდ აიღო პატარა კოლოფი და შეიტანო ის ოთახში რამდენიმე წყვილი იგენი ამ კოლოფებს ატარებენო ხელის გულზე და ბიჭები ეკითხებიან და რითიც ატარებენო ისინი ამ კოლოფებს ხელის გულზე ეს კოლოფებიო არისო ხელსაწყო იმისთვის რომ გადაადგილდეო დროში რომ იმოგზაუროო დროში ხო როდესაც ადამიანი თურმე შედის ამ კოლოფთან ერთად ამ ხელსაწყოსთან ერთად რომელიც არის რომელიც მეშვეობით მოგზაურობენ დროში შემდეგ ბასიაგო ამბობს რომ გადის ამ კოლოფში იქ დგანაო რაღაც ლაბორატორიასავი და მათ შეუძლიათო ამ კოლოფიანად შევიდნენ ამ რაღაცაში და თან უკავიათო ეს კოლოფი პორტატიული ხელსაწყოა სადღაც მობილური ტელეფონის ზომის ან საკრიტო ბარათის ზომის საქმე მაშინ კი არა რომ ადამიანი ამ ხელსაწყოსთან ერთად რომელიც ეტევა ხელის გულზე გადის კარიბჭეში არამედ მას არ აქვს კონტროლი იმაზე თუ სად მიდის ამიტომ მომავალში უფრო გათანამედროვებულ ხელსაწყოებში ხელსაწყოებით ეს იქნებიან ხომალდები რომლებიც არსად არ ჩამოსდებიან ხოლმე და შენ იმყოფები ხომალდზე ეს ლოგიკურია და ბევრი ხსნება ამით კარგით მოდით მე ვთქვიო რომ პლაზმური ბურთები აქ არის იმისთვის რომ ჩატერონო სამ განზომილებიანი ან მაღალ კიდევ უფრო მეტ განზომილებიანი ხარისხიანი ჩანაწერები ამ მოვლენებისა არის ეს მოლაპარაკებები უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენები შეხვედრები და მოლაპარაკებიო დაიწყო იანვარში 25 წლის იანვარი-იგულისმა როდესაც და უფრო შეიძლება უფრო ადრეც დაიწყო როდესაც სიღრმისეული მთავრობა ატარებსო მოლაპარაკებებს თავის კაპიტულაციაზეო და ამას ქვიაო შეთანხმება
შენთან ხმება კაპიტულაციაზე და მას არ ქვია მოლაპარაკება, ჩვეულებრივი ეს მოლაპარაკებები მიდის კაპიტულაციამდე და მოლაპარაკებებში ჩართული არიან მიწიერი ალიანსი და ტრამპის ადმინისტრაცია. ისე ტრამპის ადმინისტრაცია ფორმალურად არ შედის მიწიერ ალიანსში. ბრიქს ეს არის ფორმალური მიწიერი ალიანსის, შემდეგ კი ადმინისტრაცია ტრამპ ლინჩი უბრალოდ არიან ჩართული ამ საქმეში. ჩვენ ჯერო არ დაგვისრულებიათო მოლაპარაკება. უნდა მოხდესო შერიგება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ჩრდილოვანი სახელმწიფო გაჩერდებაო. შეწყვეტსო თავის არსებობას. ეს ჩრდილოვანი სახელმწიფო არის რომ აწარმოებსო ომებს ჩვენ წინააღმდეგ და ჩვენ ვომობთო მასთან, რადგან მაგათ არ უნდათო შერიგება, ამიტომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულაო. ჩვენ არ ვაპირებთ შურის ძიებას. ეს ნიშნავსო ამნისტიას. ამნისტია იქნებაო პირობითი ან არაპირობითი. ჩრდილოვანი სახელმწიფო ამბობსო რომ ის იქნებაო უპირობო, რადგან ხომ გესმითო პირობითი ამნისტია ნიშნავსო რომ ჩვენ გვაქვსო პრობლემა. რადგან თუ ჩვენ არ ვიწყვითო ჩვენ თავს რომ ჩვენო დავკარგათო იმუნიტეტს, ჩვენ დავკარგათ ამნისტიას და ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაფრის მოყოლას თქვენზე. მათ უნდათ ამ ჩრდილოვან სახელმწიფოს უნდაო პირობითი ამნისტია. ტრამპს ამასთან პრობლემები არ ქონდაო, მაგრამ მას უთხრესო არა, რადგან მათ ქონდათ ამასთან პრობლემები. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა შედგება იმაში, რომ რომელი ტექნოლოგია იქნება გახსნილი, რომელი ტექნოლოგია იქნება გასაჯაროვებული, მათ რასაკვირველი არ უნდათ. არ ხდებიან ამაზე, რადგან არ უნდათ, რადგან რომ გაასაჯაროვონ თავისი ტექნოლოგიური ტექნოლოგიები, ისინი მათ მერე ვერ მიყიდიან სამხედრო რამე ნაწილს და ვერ შეძლებენ სამხედროებზე მუშაობას. ესე იგი, იქნება სხვა შედეგებიც, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ურთიერთობის გახლეჩვას და ეს არ არის ნაციონალიზაცია კორპორაციების და ეს არ არის ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ეს არ ნიშნავს რომ მთავრობა მას აიღებს მათ კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს უფრო მეტს, რომ ჩვენ მათთან არ ვიმუშაებთ და ეს უწყვეტილობა არ არის ის, უბრალოდ ეს არა უწყვეტილობა არის ის, რაც უნდა სახელმწიფო ჩრდილოვან სახელმწიფოს და ჩრდილოვან სახელმწიფოს უნდათ რომ კორპორაციებმა გააგრძელონ მუშაობა და ეს დიდი პრობლემა მისთვის და მათ ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, რადგან მათ არ უნდათ ბევრი ინფორმაცია, რომელიც უნდა განიხილონ მომავალში ტექნოლოგიებზე, აქტივებზე, მათ არ უნდათ ამის გასაჯაროვება, რადგან ამ ჩრდილოვან სახელმწიფოს დედამიწის ფარგლებს მიღმა აქვთ 26 პლანეტა 900 საელჩო ეგ მხოლოდ ამ galaktikაში და მათი აქტივები ფენომენალურად უფრო მეტია
და მათ რასაკვირველია არ უნდათ რომ გახსნან თავიანთი აქტივები. ეს არის იმდენად დიდი პრობლემა, რომელსაც შეეჯახა ტრამპმა, რადგან გავხსნად ინფორმაციის მასა, აბიომი ტექნოლოგიებზე დიდია და მათ თქვეს, რომ ეს არის ფლოიდის გენერატორი ზომით მიახლოებით სიგარეტის ხელა. გენერატორი ფლოიდი იყო შემუშავებული 1980-იან წლებში და შეიძლება გენერატორი ფლოიდი ზომით სიგარეტის ზომით ეს გენერატორი ფლოიდი, რომელიც არის სიგარეტის ზომით, გამოიმუშავებს 300 ცხენოსურ ძალას, სადღაც 2237 კილოვატს. მაქსიმალური სიძლიერე ტესლა ტექნოლოგიისა შეადგენს 360 კილოვატს, მაგრამ მას არ შეუძლია გამოიყენოს ეს ენერგია დიდხანს, რადგან ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს აკუმულატორიდან, მაგრამ როდესაც თქვენ გამოიყენებთ გენერატორს ჩვეულებრივი სიძლიერით, თქვენ უნდა გამოიყენოთ იმდენი, რამდენიც გჭირდებათ ამ 360 კილოვატისთვის, ხო? მაგალითად, სუბუქ მძიმე მანქანას სჭირდება 700 კილოვატი. საერთოდ სიგარეტისთვის ეს 4 პაჩკა ამ გენერატორისა ეს ედეგივე არ არის და არც ბევრია. მიახლოებით ამდენია საჭირო იმისთვის, რომ ტესლას მაგალითად მძიმე მანქანა მიიღოს ენერგია, რადგან ამ გენერატორის გარეშე ის დიდხანს ვერ იმუშავებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს გენერატორი ძალიან ძლიერია და მისი გამოყენება შეიძლება ლაზერულ ვინტოვკაში, მაგრამ აქამდე უნდა უსაფრთხოების ზომები მიიღოთ, რადგან ეს ძალიან გენერატორია და მას რასაკვირველი აქვს თავისი უკუჩვევები. მისი გამოყენება შეიძლება ძალიან ბევრი იარაღის სახეობებისთვის დასატენად და თუ თქვენ ვერ აკონტროლებთ ამ გენერატორს და ვერ აკონტროლებთ პლანეტას, ეს ხელსაწყო უნდა ხო ჩადვათ სპეციალურ კოლოფში, კანდენიაში, ესე იგი ყოველ შემთხვევაში თუ ვინმე შეეცდება ამოიღოს ეს ხელსაწყო და დაადნოს. გესმით რა შეასაქმე? კიდევ ერთი ისტორია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინელებს უნდათ რომ ყველაფერი იყოს ღიად ვტომაში და ამ დიდი შეცდომის გამო მოდით ვისაუბროთ ამ შეცდომაზე. რადგან ეს გენერატორი უნდა იყოს იმედიანად დაცული, ეს ძალიან ძვირიანი გენერატორია, ეს არის ძალიან სათუთი მასალა და ცნობილია ტემპერატურების მიმართ, ამიტომ ის უნდა შეინახო განსაზღვრულ პირობებში. და წამყვანი ეუბნება, კარგიო, რადგან შენო დაიწყო საუბარი 2 კუბურ ფუნტზე, ან კონტინერზე სიგარეტის ზომისა, ან კიდევ რაღაცა მეტზე, ეს ნორმალურია, რადგან ის ხო მაინც მეტად ნაკლებია ვიდრე ნიკოლა ტესლას აკუმულატორი, ხო? მაპატიეთ ან ილონ მასკის აკუმულატორი. ილონ მასკი ვერ შეძლებს დაკავდეს ელექტრომობილების გამოშვებით, თუ მას არ ექნება ეს აკუმულატორი ფლუიდი, თუ რა ქვია მაგას, ფლაიდი. მაგრამ არის პრობლემა. მისი გამოშვება არის ძალიან ძვირი, შეიძლება ძალიან ძვირი, აგრეთვე ის
ქმნის ძალიან დიდ პრობლემას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და როდესაც ვწვდომა ამ ტექნოლოგიების ამებრ იქნება შესაძლებელი მისი გამოყენებასო მაინც გამოყენება მისი მაინც გაუჭირდებათო გახსოვთო მე საუბრობდით ეს ამას ამბობს უკვე დანიელ კუპერი უბრალოდ მაპატიე ხო მე მქონდა საუბარი ტესლა მოტორსის ინჟინერთანო და ილონმა მეო ბანი დაადო ჩემ აკაუნტს მე მიდოდა მასთან რაღაცებზე საუბარი მაგრამ მან ბანი დაადო ჩემ აკაუნტს და მე ვარო აგზავნის ქვეშ მე ვერასდროს ვერ შევძლებო ურთიერთობასო მასთან ხო წამყვანი იკითხება რას ფიქრობ შენ ჩარლზ კლინტონის ძალაზეო ეს შეუძლებელიაო ამბობს კუპერი რადგან ის არის გიჟი და შენ ციცოცხლის ბოლომდე ბანს დაგადებენო ჩვენ საიტზე მე ბანი ზაბანიც ანუ დაბლოკეს ეს კაცი რომ არის საუბრა არასთან კონტაქტი არ ქონოდა და კიო ჩვენ ველოდებითო გენერატორებს ამბობს კუპერი მაგრამ ეს გენერატორები ძალიან ძვირი იღებოდეს იქნებაო და იღებოდეს იქნებაო 100-დან 120,000 დოლარამდე ეს უფასოდ ამ გენერატორების უფასოდ შექმნა არ შეიძლებაო უფასოდ არავინ არ მოგცემსო იმისთვის რომ გავაკეთო ჩემი გენერატორი მე მჭირდებაო რომ ის იყოსო მეახლოებით იმხელა სიდიდის და გამოიმუშავებდესო იმდენ ენერგიას და აქედან გამოიმუშავებდეს იქნება იმდენ ენერგიას რომ არ მიაყენოსო პრობლემები გარემოს და ადამიანებს მე ვიცი რომ ეს პრობლემა არის რომ ძალიან თური ხდება ამიტომ მე ვიფიქრო რომ უნდა გავაკეთოთო უფრო ნაკლებად ძლიერი გენერატორები და მაგრამ ამდაგად გენერატორებს ნაკლებად ძლიერ გენერატორებს ვერ გამოიყენებთო ლაზურ ვინტოვკაში ან რაღაც ისე ტექნოლოგიაში რომელიც მას დაიცავს იმიტომ რომ არასებობს არანაირი კომპონენტები რომლებიც შთანთქავენ რადიაციას მაგალითად იგივე გენერატორისაგანო ეს იყო ტრამპის რეკლამა მის ადმინისტრაციასთან ერთად და ისინი ლაპარაკობნენო რეაქტორზეო ტორიევი რეაქტორ ეს ალბათ ახალი დასახელება რაღაც რადიაციული მასალის მოდით მე მოვიგონიო თუ როგორ გავაკეთო გენერატორი ჩვეულებრივი კომპონენტებისაგანო მაგალითად გენერატორისთვის მასეთი ზომის გენერატორისთვისო უბრალოდ მასეთი ზომის გენერატორის დამზადები შემდეგ რომ მე მივიღებო 10 კილოვატს თქვენ ალბათ გითხავთ რა არის 10 კილოვატი ეს ხომ 223 კილოვატი არ არისო მართალიაო ჩემი გენერატორის გამოყენება არ შეიძლებაოდეს იქნება ლაზერულ ვინტოვკაში მაგრამ ეს გენერატორები ყვებადეს იქნება თქვენს სახლს თქვენ მანქანას მოითმინეთო წამით თქვენ ახლა ბიჭები ეკითხებიან მოითმინეთ ერთი წამით თქვენ ახლა თქვითო რომ ტესლა ეს იყენებსო უბრალოდ შთანთქავსო 350 კილოვატს ან 360 კილოვატს ხო და მართლა უნდათო ამ სიმძლავრის კილოვისა გენერატორიო რომელიც მიღება თქვენ გიდათო თუ თქვენ გაქვთო
ეუბნება ახლა უბერი თუ თქვენ გაქვთო ქსელი 10 კილოვატიანია, ეს არ არის შეკრულია 60 კილოვატი. არაო, მაგრამ როდესაც ჩვენ გავიგეთო რომ მეცნიერება და ზუსტაო ეს სუპერ საიდუმლო ინფორმაცია რომ შეიძლება აიღო გენერატორი 10 კილოვატიანი და შეაერთო ის მას უფრო სწორად და ამათ 10 კილოვატიან გენერატორს შეიძლება შეაერთო კომპრესორი, რომელიც ახლა მისაწვდომია და არც ისეთი უზარმაზარია, უბრალოდ მისაწვდომია. მე თქვენ მოგცემთ სტატიას, სადაც ამის შესახებ იყო დაწერილი, ადრე ისინი მუშაობდნენ რომ მხოლოდ 20,000 კილოვატთან, ახლა კი შეუძლიათ მაქრის ამუშავებაცო. ასე რომ თუ თქვენ გაქვთ 10 კილოვატი, თქვენ შეგიძლიათ გამოწუროთ ამ გენერატორს 400 ცხენის ძალა ან რაღაც ამდაგვარი და ჩვენ ეს გავარკვიეთო, როდესაც დავაკვირდითო ავტომობილებს, არა მხოლოდ სუბუქ, მაგრამ სატვირთო ავტომობილებსაც, რომლებიც ატარებენ ტვერთს, დიდი მანქანები და ჩვენ გავარკვიეთო რომ უფრო იაფიანი და უფრო გამოსადეგი არისო შექმნა ძრავა საჰაერო კომპრესორით და ამ მიზნებისთვის ჩვენ ხო საჰაერო კომპრესორი ამ მიზნებისთვის ვიდრე ელექტრონული ძრავები თუნდაც პატარა სუბუქი მანქანებისთვის ან პატარა სუბუქი ისა ძიმე მანქანებისთვის, მაგრამ დიდი სატვირთო მანქანებისთვის უკეთესი და ყველაზე იაფიანი ვარიანტი არის 9 დოლარიანი გენერატორი. ეს არის ჩვეულებრივი მანქანა, მაგრამ თორმე თუ თქვენ დოლარად თქვენ მას გადაიყვანთ ყველგან მოსიარულეს და ისინი იმუშავებენ მარადიულად, თქვენ შეგიძლიათ მათ მისცეთ 30-წლიანი გარანტია და ისინი მოგცემენ გარანტიას 10 წლიანს, მაგრამ ისინი იმუშავებენ, თუმცა ისინი მოგცემენ გარანტიას 10 წელს, მაგრამ ისინი იმუშავებენ 30 წელი. ეს გენერატორი, რომელიც გამოიმუშავეს, დიახ, გამოიმუშავა შექმნა ეს გენერატორი 40 წლიანმა ვეტერანმა სამხედრო საზღვაო ფლოტისა და არის კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც დაადასტურა წამყვანება კითხეს. თქვენ თქვითო რომ ეფირში გამოსვლის წინ თქვენ ჰქონდათო ურთიერთობა, კონტაქტი ტრამპის ადმინისტრაციასთან ამ ტექნოლოგიის ჩანერგვასთან დაკავშირებით. ხო, ამბობს დენ კუპერი, მეო ვუცხადიო რომ უნდა შეიქმნას სტრატეგიული ბიზნეს გეგმა და უნდა გავარკვიოთ ეს ყველაფერი მის პლანირებშიკთან. მე შევთავაზეო გააკეთოსო ეს მასთან ერთად მაგრამ მან ვარი თქვაო და ეს კომენტარებიო სანამ ეფირში გამოვიდოდი, მანამდე ეთიკური თაზე გაჩნდაო. მე იმედი მაქვს რომ ისინი ყურად იგდებენო ამას ყველაფერს, რადგან მე ვაპირებო ჩემი გენერატორის შექმნას და მანქანას და ჩვენ გავყიდით ამ გენერატორებს 10,000 დოლარად ერთეულზე და თუ ისინი მიიღებენ ფლოით, ეს იქნება უზარმაზარი შეცდომა, რადგან იგივე მანქანას ისინი გაყიდიან 10,000 დოლარად. მე მინდა ჩემი შექმნილი გენერატორი დავაყენო თქვენ სახლებში და სადაც ელექტროდენის საფასებული იქნება 10 ჯერზე ნაკლები, ვიდრე ახლა ღირსო. ახლა კი 20 დოლარი წელიწადში, უსწორად, ეს დაგიშლებათ წელიწადში
$20 და თქვენ სახში ელექტროუბანზე იმუშავებსო ყველაფერი, რაც გინდათო. მათ არ შეუძლიათო ამის გაკეთება, მე კი არ შემიძლია ამის გაკეთება ფხურით გენერატორთან, რადგან ეს ძალიან ძვირად დამიშლებაო. წამოყო ბიჭები ეკითხებიან ამის შესახებ თქვენ შოუს სანამ მოხვიდოდით თუ გინდოდათო გესაუბროთ თქვით რომ გინდოდათო არა სანამ შოუზე მოხვიდოდით თქვენო თქვით რომ სტივენ გრირი დაიწყებსო თავისი მასალების გამოქვეყნებას და მე დამავისთავ რომ ის აპირებდაო გამოქვეყნებას თავისი მასალებით თქვენ აპირებთო საუბარს მაღალ თანამდებობის პირებთან ან ვინმე სტან კომიტეტებიდან კომიტეტ 200-დან კომიტეტ 200 ეს არის მართლობა და მასში შედიან ბევრი უზარმაზარი აეროკოსმოსური და სხვა კომპანიები რომლებიც არიან დაკავებულები ტაქტიკური კვლევებით და შემუშავებებით ამერიკაში ეს არის თქვენი სიღრმისეული სახელმწიფო ეს არის საბჭოები დირექტორებისა და მთავარი აქციონერებისა ამ კომპანიებისა ეს არის ის ხალხი ეს არის ის ბიჭები ბობი რეიმანი თავისი კომპანიით ის აგრეთვე არის კომიტეტიდან 200 ვინც ადრე იყო ადრე გამოვიდა პენსიაზე და იყო ერთ-ერთი იმ 200-ისაგან ვინც მართავდა ჩვენ სოფლიოს 70 წლის განმავლობაში და ბევრი სხვა სამყაროებითაც ეს არის უბრალო ადამიანი როგორც თქვენ გონიათ არა ის მართავდა სამყაროთი ძალიან ხანძლივად და მე არ ვიცი ჯერ მისი სახელი მე არ მინახავს მისი ფილმი გახსასთან დაკავშირებით მე არ ვიცი მისი ფილმის დასახელება თითქოს და ეს კაცი მართავდა არა მხოლოდ მიწით მაგრამ სხვა პლანეტებითაც სანამ სიღრმისეული სახელმწიფო მართავს ბევრი პლანეტებით ბოლოდე როდესაც მე მართავ ვიყავი ეს იყო მათ ბოლოდე როდესაც მე მართავ ვიყავი მათ ჰქონდათ გახსნილი 300 საელჩო მთელი გალაქტიკის მასშტაბით და ყოველი საელჩო იმყოფება სხვადასხვა მზის სისტემებში სადაც ცხოვრობენ სხვადასხვა სახეობის ჰუმანოიდები და ჩვენ მათთან ამ ჰუმანოიდებთან ვაწარმოებთ ბიზნესს ვაჭრობას იქ არის განლაგებული ბიზნეს ცენტრი სატურნისა დიდ თანამ გზაზე დიდი თანამგზავრის ფსკერზე შიგნით ეს თანამგზავრი სატურნის გარშემო ტრიალებს ეს არ არის მთვარე არც მთვარის თანამგზავრია ეს არის ჩვენი თანამგზავრი და ყველა აკეთებს იქ თავის საქმებს ან იუპიტერზე განიმედი არის ასეთი თანამგზავრი განიმედი ალბათ გსმენიათ რადგან მეც მითქვა თქვენთვის მიხსენებია განიმედი ეს არის იუპიტერის მთვარე და საერთოდ ეს არის თანამგზავრი არა ეს არ არის ისეთი თანამგზავრი რომლებიც სხივებს უშვებს არა ეს არის ჩვეულებრივი თანამგზავრი ეს ჩვენი თანამგზავრია ეს არის მე-12 თანამგზავრი რომელსაც საქმეს აწარმოებენ ამ 9 სახეობებთან ადამიანებისა ჰუმანოიდებისა აპომორფულისა სხვადასხვა სახეობების უცხოპლანეტელებთან და დრონების დახმარებით ბევრი უცხოპლანეტელები მოვიდნენ ქალაქში რომ ეს მოვლენა ენახათ ანუ ბევრი უცხოპლანეტელი არიანო დრონებით აქ ჩამოსულებით ოფრენილები იმისთვის რომ ნახონოთ თუ როგორ იცლებაო ხელისუფლება ესე იგი გამოდის რომ ჩრდილოეთ სახელმწიფომ კაპიტულაციას უნდა მოაწეროს ხელი და დათმოს თავისი სახელმწიფო გადაასცეს უნდა ახალ მთავრობას ეს ხალხი რომ ხალხი აქვს საუბარი ხო ეს ხალხი დამკვირვებლები რომლებიც მომფრინდნენ დედამიწის საზღვრის მიღმიდან ისინი არიან ძალიან გავლენიანი ხალხი
მათ აქვენ ძალიან დიდი გავლენა და ხელისუფლება galaktikაში, მთელ galaktikაში. აქ არის ბევრი ხალხი, რომლითაც უნდათ მათი ნახვა. მე არ ვიცი, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო ამ ჩრდილოეთის სახელმწიფოსი თუ არა, მაგრამ ტრამპი იღებსო რაღაც ხელისუფლების ნაწილს, ეს ყველაფერი ნორმალურიაო. სტივენ გრირი ემზადებაო ამ ინფორმაციის გამოსაშვებად. მან აიღო ინტერვიუ ამ ხალხისგანო და ისინი მზად არიანო ეხმარებიან უბრალოდ სტივენ გრირს, აძლევენ ინფორმაციას და მათ ყავლენ ადამიანები, აგრეთვე რომლებიც გუშავებენ ჩრდილოეთ სახელმწიფოზე. ტრამპმა ეს ყველაფერი ნახაო და ამ ბიჭებს ესაუბრაო. სტივენ გრირი არისო პეშკა ამ სახელმწიფოსიო, ის მათზე მუშაოსო, შეიძლება არ მუშაო, არა, ეკითხება, ბიჭები ეკითხებიან, ეს სტივენ გრირი პეშკა არისო ჩრდილოეთის სახელმწიფოსი, მათზე მუშაოსო, არა, უპასუხა დენიელ კუპერმა. ის უბრალოდ ხებულობს ინფორმაციას და ისინიო აძლევენ სტივენ გრირის ინფორმაციას. იმიტომ რომ ფიქრობენო, რომ სტივენ გრირი არის ერთადერთი, ვინც გამოსავალი არისო მათთვის და ამ ინფორმაციას გაასაჯაროებსო. ხო, მათ ჯერ არ უთქვამს სტივენ გრისის, რომ ისინი მუშაობენო ჩრდილოეთ სახელმწიფოზე, მაგრამ მას ჯეროდაო დეზინფორმაციის ისე დააჯერესო. ხო, აბატიეთ. თუ თქვენ არ ხართო დიდები და ისეთი გავლენიანები, როგორებიც არიანო რეპტილოიდები, რომლებიც თითქოს განარიანო კვების, ჯაჭვის კენტეროზე, ადამიანებზე, რომლებიც ადამიანების ზევით განარიანო და არიანო პირამიდა იერარქიული წყობისა და რაც მაღლა ადიხარ, მით უფრო ეჯახები არადამიანურ არსებებს. ეს რეპტილოიდები, იცით, ახლა მიდია. კი არის, მიდია კიდე წავიდნენ. კი არის საუბარი იმაზე, რომ ისინი მათ აგდებენ ჩვენი პლანეტიდან. ახლა დღევანდელ დღეშიო ჩრდილოეთის სახელმწიფო უდრისო თავ მოჭრილ ქათამს. რეპტილოიდების მართლობის გარეშე არიან დარჩენილები. რეპტილოიდები მათ ადრე მართავდნენ და კარნახობდნენ თუ როგორ და მოქცეულიყვნენ. სიღრმისეულ სახელმწიფოს არ უნდა ისაუბროს არამიწიერ პოლიტიკაზე და არ უნდა გახსნას თავიანთი არამიწიერი აქტივები, რადგან სანამ ისინი ამას არ იზამენ, სანამ არ აღიარებენ, კაცობრიობა ვერ დამისველებია. წყალია, დაცული არ გეგონოთ. ხო, სანამ ისინი არ აღიარებენ ამას, რაც ხდება. ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. რეპტილოიდები უკვე წასულები არიან.
რეპტილოიდებს თავიანთი ბაზები აქვენ უფრო პლანეტის ფარგლებს მიღმა. მათ ყავენ რამდენიმე თანამშრომლები, რომლებიც მოდიან, ურთიერთობენ და ისინი მოდიან მოიგზავნებიან იმისთვის ჩვენთან, რომ გაესაუბრონ ჩვენი პლანეტის წარმომადგენლებს. ისინი, ანუ ჩრდილოვანი სახელმწიფოს წარმომადგენლები მიდიან მიწისქვეშა ქალაქში ან ოკეანის ფსკერზე, იქ ხვდებიან სხვადასხვა წარმომადგენლებს და მსჯელობენ ბევრ საკითხებზე. 70 წლის განმავლობაში ხდებოდა ეს, მაგრამ ახლა ხდება ხელისუფლების შეცვლა და მაგათმა იციან, რომ ხელისუფლება იცვლება, ამიტომ ყველა შეგროვდა ქალაქში. აქ მოემგზავრება ხალხი, რომლესაც უნდათ ამის ნახვა, უნდათ ამის ჩაწერა, ანუ ნახონ თუ როგორ ხო, ჩაწერონ უნდათ თუ როგორი გამოიყურებიან წარმომადგენლები არამიწიერი ცივილიზაციებიდან. წამყვანი ეკითხება კუპერს, შენ ერთხელ ყვებოდიოს ფერულ აცებებზე, რომლებიც იყვნენო ამ ყველაფრის კატალიზატორებიო. იმათმა თითქოს და გარეშე მოარტყვესო მათ შეგიძლიაო მოყვიო ამის შესახებ. კუპერი პასუხობს, რომ ჩრდილოვანი სახელმწიფო არაპირებს ნებით თავიანთი ხელისუფლების დატოვებას. ეს რასაკვირველია ნათელია, მაგრამ ჩვენ ვეხმარებით მათ ამის გაკეთებაში. რასაკვირველიაო, ჩვენ არ აგვაქვს ისეთი განვითარებული წინწასული ტექნოლოგიებიო, რომელსაც ისინი ფლობენო, მაგრამ ისინი დაიწყებენო და შენ გაიგებო, სულთ ახსენებსო ახლანდელი ტექნოლოგიები ესო და ამ ჯერზე შენ დაიჯერებ, რადგან მე შენ მოგიყვები ამ ხალხზე, რომლებიც ფლობდნენ და ფლობენ ამ ტექნოლოგიებით. Ათს 1992 წელს სფერული არცებები, უბრალოდ სფერულმა არცებებმა მე მომიყვესო ბევრი რამე და ერთი მათგანი ერთი ფრაზა ასე ჟღერდაო, რომ ჩვენ ვაპირებთო გარე ბარიერის აღმართვას გადაწყვეტილებთან დაკავშირებით და მთელი ყველაფრის სხვა საკითხებთან დაკავშირებით. მე გავიფიქრეო, რატომ უნდათ მათ ბარიერებიო და უთხარიო, კითხეო მათ, არ იჯავროთო, არ ინერვიულოთო, თქვენო ამის შესახებ ახლა არ ტკიდებათო ცნოდან, მაგრამ მოვაო დრო და თქვენ ყველაფერს მოგიყვებითო. როდესაც მოვაო დრო და 2012 წელსო დამეკავშირითო. მათ თქვეს, რომ აპირებდნენ გარე ბარიერის აყენებას, თუმცა და მათ უნდათ აგრეთვე, რომ თქვენ გადასცეთ ობამას ადმინისტრაციას, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენო. მე ვასუხე, რომ კარგიო, მე მასე მოვიქცევიო.
ხო და მე დავრეგისტრირდიო და გადავეციო ჩემი ნათქვამი დავრეკიო იქა. შემდეგ 2014 წლის დეკემბერშიო მაგათმა დააყენეს გარე ბარიერი ჩვენი მზის სისტემის და ჩვენი პლანეტის გარშემო. ის ბარიერი, რომელიც დააყენესო ჩვენი პლანეტის გარშემო, იყო სასაცილო, რადგან მზის სისტემის გარშემო მზის სისტემიდან, მზის სისტემის გარშემო ისეთი ბარიერია დააყენებული, მზის სისტემიდან გარეთ ვერავი ვერ გავაო და ვერაფერი ვერ შემოვაო ნებართვის გარეშე. ამიტომ თუ თქვენ ნებართვაზე შეგავთო განაცხადი, თქვენ უნდა დათანხმდეთო სასამართლო პროცესზე, თუ თქვენ დაუშვით ნებისმიერი დანაშაული შეცდომა, თქვენ პასუხს აგებთ და თქვენ უნდა დათანხმდეთ, რომ თქვენ დაგჭდიათ მათი კანონების მიხედვით. მაგრამ სახელმწიფოდან არავინ დაწერა განაცხადი, რადგან იცოდნენ, რომ ისინი არიან ჩაგეტილები. რადგან იცოდნენ, რომ ისინი ჩაიკეტებოდნენ. არა, მაპატიეთ, რადგან იცოდნენ, რომ ისინი არიან ჩაგეტილებივით. ამიტომ ბევრმა აქტივებმა დატოვეს სისტემა და მათი ბევრი აქტივები იყო ამ მზის სისტემის საფრთხის მიღმა. ამიტომ მხოლოდ მეთაურობა და რამდენიმე პატარა ზომის აქტივების დახმარებით ჩვენ მოგეცათ შესაძლებლობა მათი აქტივაციისა, რადგან ისინი ვერ შეძლებენ გაძლიერებას ან აღდგენას, თუ ჩვენ მათ შევუტევთ მათ ობიექტებს, რაც ჩვენ გავაკეთეთ, მაგრამ ახლა ამ ბოლო წლის განმავლობაში ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კაპიტულაციაზე, რადგან თქვენ ამას ყველაფერს ხედავთ, რაც ხდება და მოხდება კაპიტულაცია საბოლოოდ იყო და იქნება დადებული საბოლოო მოლაპარაკება მათი და პუტინის და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არა გვაქვს წრობა, ეს ნორმალურია. და სინამდვილეში მათთვის სულ ერთია. იზია საუბარი, არ ვიცი, აქ რობოტს სხვანაირად აქვს. ხო, მე ისეთი შეხედულება მაქვს, გუშინ კი იცით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაქრა შუქი. ხო, მე გამომეხვიძა პირველ საათზე, მე ადრე დავწიქი გუშინ. გამომეხვიძა პირველ საათზე. მე ვერ დავიძინე ვერაფრით. შემდეგ შუქი მოვიდა, შევედი ინტერნეტში და 5 საათი სრულდებოდა. მე როდის ჩამიძინა არ ვიცი. და ერთი ღამე მაინც თუ გავტეხე, ასე ვარ 1-2 დღე. ყავაც დამენტრა, ბანკა ყავა რომ ეყარა და ცხვრის შეწუხება არ მინდა. თორე ისინი და ახლა ყავა მაგრად გამომადგებოდა, დამეხმარებოდა. ხო და ამიტომ ვარ ასე მცრალი კაცივით. ხო და ხოთა შორის რამე და გითხათ, რომ ხა უყურებ დრო რამდენია დარჩენილი, მეხსიერებაში ადგილი რამდენია. რამე და იცით გითხრათ, ახლა მე ჩემებურა დავხსნი თუ მიზეზი რა არის იმისა, რომ ჩაქრა შუქი მთელი საქართველოს მასშტაბით. ახლა მე შეიძლება ჩემი ნათქვამი არ დაიჭიროთ, ან გაგეცინოთ. ახლა თქვენ თვითონ დაფიქრდით. ერთდროულად მთელი საქართველოს მასშტაბით, აფხაზეთშიც კი. და ცდილობენ ხალხს აუხსნან რაცხა აბსურდული მიზეზებით. თუ
რატომ მოხდა გათიშვა. მე გეტყვი თქვენ სიმართლეს. არა რეზონირებს ზუსტად ის, რასაც მე ხა ფიქრობ რეზონირებს ჩვენთან. რადგან ჩვენ არ ვხედავთ ჩვენი ფიზიკური თვალებით, მაგრამ ბევრი ბრძოლა მიდის. მათ შორის უნიშნელოვანი ბრძოლა მიდის ასლალში. ხო, და ზოგჯერ იქ ხომ აგენი ხმარობენ, რატო იმდენი არაღია, იმდენი არაღი შექმნილი, რომელსაც ეყენებენ წვრილდონეებზეც. თუ რა გონიათ, რომ მოკლეს ბევრი ინსაიდერი, იგივე დევიდ უილკოკი, იგივე ლინკი, ჯეიმს ლინკი და ბევრი თითქოს და გულის შეტევით, თითქოს და თავი მოიკლესო. არა, ეს იარაღი მოშვერილი იყო მაგათკენ წვრილი დონიდან მოშვილმა იარაღმა გამოიწვია გულის აფეთქება, გახრეტა გულის და ან თავი ჩამოაკიდინეს. არის ასეთი იარაღი ტვინზე მოქმედებს და რაც ხდება წვრილ დონეზე, მithumetes ასლავში, ეგ ყველაფერი მოქმედებს ფიზიკაზე, როგორც მე თქვენ გითხარით. და მე მგონია აქედან გამომდინარე, აი ამასთანაც დაკავშირებული ერთიანი გათიშვა დენის. რაღაცა იარაღია გამოყენებული. შეიძლება ფიზიკურ დონეზე გამოიყენეს, მაგრამ მაშინ ხმას გავიგებდით. ზოგადად ჭექის ხმა, ქუხილის ხმა რო ისმის, ქუხილის ჭექა არა, ქუხილის ხმა. ამ დროს სადღაც იყენებენ იარაღს. სადღაც ორბიტის ზევით, სიახლოვეში ჩვენ დედამიწიდან ატმოსფეროში ხდება ბრძოლა. მაგრამ წვრილ დონეზე ისეთი იარაღებს იყენებენ, რომ ფიზიკაზე იწვევენ ამა თუ იმ არეულობებს. ამ შემთხვევაში დაზარალდა საქართველოს ტერიტორია, რადგან ეტყობა ეს იარაღი გამოიყენეს სადღაც რომელიმე წვრილ დონეზე, შეიძლება ეს ეფირული დონე იყოს, შეიძლება ეს ასტრალური დონე იყოს, ისეთი იარაღი, რომელსაც გამოიწვია ელექტრონიკის გათიშვა. ელექტრონიკის მთელი ქვეყნის მასშტაბით. წარმოგიდგენიათ? თორემ სპეციალურად გათიშაო ვინმე, არა, სიცოცხლეა ხალხო. ნუ იფიქრეთ, რომ ვინმემ რაღაცა მოაწყო. ვინმეს რაღაცა რომ მოეწყო, ყველგან კი არ გაითიშებოდა შუქი, გაითიშებოდა ერთ რეგიონში, ერთ ადგილას. აქ კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაითიშა შუქი. ასე რომ რაღაც მოხდა ისეთი, რომ შეეხო იმ წვრილ დონეზე, იმ ტერიტორიას, სადაც ფიზიკურ დონეზე განლაგებულია საქართველო, ამჟამინდელი საქართველო. ხო და მოხდა როგორც უკუჩვევა პასლეცია, როგორც შედეგები ამ იარაღის გამოყენებისა. ხალხო, კი არ გაბრაზდეთ ამ დროს. თავიდან მე იცით რა, მე სიბნელე ძალიან მდგუნავს და შეტევა დამემართა მსუბუქი ოღონდ. ადრე თუ მძიმე შეტევები მქონდა, დამემართა მსუბუქი შეტევა. აბა, წამოიდგინეთ სიბნელეში. სანთელით კი მქონდა, როგორ არა, მაგრამ სანთლის დანთებაზე იმას უკვე აფრიაქებული ვიყავი რაღაც მომენტში. ხო და ისე თუდად ვიყავი, მაგრამ მსუბუქ ფორმაში. და მე გამიხარდა, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავდა, რომ მე ჩემი სულიერი მდგომარეობა, ჩემი იმუნიტეტი სულიერი გაძლიერებულია იმ მხრივ, რომ უკვე მე იმ დონის პანიკური შეტევები არ მემართება. ესე იგი, ენერგია მომემატა, ვიბრაციები აწეულია და ამ ნეგატიურ რაღაცას არ აძლევს საშუალებას მე ჩემი ვიბრაციები დავწიოს, შიში ჩამინერგოს. არა, მე შიში არ მქონია. უბრალოდ მსუბუქი პანიკური შეტევა. მსუბუქი. ამას ეს ყველაფერი მე წარმოვიდგინე კარგი ამბები, თან მე გუშინ გავიგე, რომ ხალხო, გილოცავთ ხალხო. მე ამას ფეშოგზე ვერ დავდებ, ვერ გამიგებენ, მაგრამ თქვენ რაგან მე მესმის, რომ გესმით, რომ მე რას გულისხმობ. იქ გიჟა ჩამთლია.
და დაიწყება ნეგატიური კომენტარები და არ მინდა რომ მე შემდგ ვიბრაციები არ დამივარდეს. არავის მეშინია, მაგრამ არ მინდა ვიყო მიზეზი ნეგატიური მიმოწერისა და ხალხმა ერთმანეთი აგინონდა შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ თავი შევიკავე ხალხისთვის მილოცა, არა და მისაუცია ნამდვილად. გეტყვით ახლა რა? ჩვენი დედამიწა შევიდა მეხუთე განზომილებაში. ხო. და კაცობრიობის ნახევარი გადასულია უკვე მეოთხე განზომილებაში. გილოცავთ. თქვენ თუ გადასული ხართ მეოთხე განზომილებაში, თქვენ ამას იგრძნობთ. მაგრამ თქვენ თუ არ ხართ გადასული ჯერ მეოთხე განზომილებაში, თქვენ ამასაც იგრძნობთ. და კიდევ რაღაცას გეტყვით, მაგრამ პანიკური შიში არ გაგიჩნდეთ და გეტყვით რატო. გუშევსვენდი მე პანდორა რევიზიონს. არ ვიცი გადავთარგმნო, მაგის ვიდეო არ გადავთარგმნო. აბა გადავთარგმნი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო რაღაცას ყვება. მაგი ხედავს წელ დონეს. მაგები, ყველა მაგები ხედავენ წელ დონეს საერთოდ. მაგრამ ბევრი კონტაქტორი არა, კონტაქტორი ზოგი დემონურ დავალებებს ასრულებს. და პანდორამ თქვა, ვინც ახლა იმყოფება ძალიან დაბალ ვიბრაციებში, მათ დაუწყებენო დემონები დევნას როგორ ახლა? მათი იმოქმედებენო, შეცდებიანო თვით ახლა ისეთი დროა, რომ თვით დემონები, აი რომელსაც ჩვენ უწოდებთ ნელ სამყაროს, თვითონ ისინი დაიწყებენ დაბალ ვიბრაციული ადამიანების დევნას. მე რას გულისხმობ ახლა, არ შეშინდეთ. თქვენ თუ არ ხართ ბოროტები, არ ხართ ქურდები, არ ხართ თუდად მოაზროვნეები, თქვენ არ შეგეხებია. ამ ხრივ შვილად იყავით. პანდორამ რა იგულისხმა? ქურდები, ვინც ქურდებია, ვინც კრიმინალურ სამამყაროში ცხოვრობენ. მაგათი დევნა დაიწყება დემონური ძალების მხრიდან. ვინც იპარავს, ვინც უსამართლოდ თქვენ რამეს გიშავებთ. ვინც თქვენ რამეს გიშავებთ. ვინც რამე დაგიშავა, ახლა დაგიშავა არა, ახლა ახანდელი ამბების გამო. ვინც უსამართლოდ მოიქცევით, ვინმეს გადააგდებთ, მოპარავთ. ახლა მე არ გულისხმობ იმათ, ვინც ივალა დაუშვა რაღაცა საქმისთვის ფული და ვერ გადაიხადა. ეგიც იშება, მაგრამ ვინც შეგნებულად აყაჩაღებს, იპარავს, კლავს, მათი გაწმენდა დაიწყება პირველ რიგში. თვითონ დემონური ძალების მხრიდან. პანიკაში არ ჩავარდეთ. თქვენ არ უნდა გიშინოდეთ არაფრის. იმიტომ რომ ვინც ჩემ ახს უსმენთ, იმ დღიდან რა თქვენ დაიწყეთ ჩემი არხის მოსმენა, თქვენ უკვე შეიცვალეთ. თქვენ შეიძლება ბევრი რამეს არ წამთ, არ ჯერათ, რასაც მეყვები, მაგრამ შინაგანად თქვენ სიმშვიდე დაიბრუნეთ. ის მაინც გაიგეთ, რომ უნდა იცხოვროთ პოზიტიურად ამ ქვეყნად. და ეს, თუ თქვენგან ბევრმა გაიგო ეს, ესე იგი მე ჩემი საქმე გავაკეთე. თქვენამდე მივიტანე სიყვარული, მივიტანე თქვენამდე ის ყველაფერი კარგი, რასაც უნდა ფლობდეს ადამიანი იმისთვის, რომ გადავიდეს შემდეგ საფეხურზე. თუმე თქვენ მისმენთ, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ჯერ გჯერათ, არ ჯერათ, ეჭვისთავით უყურებთ, მაგრამ ერთში მაინც ხართ გარკვეული. მომავალს ქმნით თქვენ. ეს თქვენ უკვე ზუსტად იცით, თქვენი აზრებით, თქვენი განწყობით. და ეს უმნიშვნელოვანი პოზიცია სხვათა შორის. აქედან იწყება ყველაფერი. ხო. დენიელ კუპერი ამბობს, ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც გვეკუთვნიანო ჩვენ გადავიხადეთო თანხა ჩვენი, ესე იგი, ხო და ჩვენ ეს ტექნოლოგიები შევიძინეთო ჩვენი გადამხდელების ფულით.
და ეს ტექნოლოგიები ჩვენ გვეკუთვნიან კანონით. და ყოველმა უნდა დაიცვასო ეს კანონი ამ ფედერალური ტექნოლოგიების გადმოცემასთან დაკავშირებით. 1986 წლის მიხედვით. იქ არის ერთი კანონი, რომ არ შეიძლება ტექნოლოგიის გადაცემა არავიზე ამერიკული ფირმის გარდა. ასე რომ ახლა ჩვენი პრობლემა, ერთ-ერთი პრობლემა არისო, როგორ აპირებენ ეს ჩრდილოეთის სახელმწიფოს წარმომადგენლები ამ კანონის გვერდით ავლას. რადგან ეს არის ნორმალური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ტექნოლოგიებიო იყო შემუშავებული ჩვენით. და ჩვენ ვაპირებთო ამ ტექნოლოგიების გაყიდვას იმ ადამიანებზე მიწის სანაცვლოდ, იმიტომ რომ გრენლანდია მეტია ვიდრე ამერიკა. და მართალიც არისო, ამბობს დენიელ კუპერი. თურმე გრენლანდია ყოფილა ამერიკის ტერიტორიაზე უფრო მეტი, არა და რუკაზე პატარა წერია, პატარა ხატია. იგივე აფრიკა რუსეთის ტერიტორიაზე უფრო დიდია, თურმე. წარმოგიდგენიათ? რუსეთი პატარა ვიდრე აფრიკა. ქვეყნში არ არის საშუალება, რომ მიიღო ენერგია. ეს ძალიან ძვირი ხდება, მაგრამ უფასო ენერგიასთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ არის. ჩვენ ვაპირებთ გრენლანდიის აღებას, გრენლანდიის ხელში ჩაგდებას. შეიძლება ამას დაუმატოთ კანადა, ის კი რა, შეიძლება მექსიკასაც თხოვოთო და ხალხი ჭყვაზე შეიშლებიან თუ გაიგებიანო, ხალხი ჭყვაზე შეიშლება თუ გაიგებენო, რომ ეს ჩვენ ყველაფერი ეს სიგიჟე, ხალხი ჭყვაზე შეიშლება თუ გაიგებენო, რომ ეს სიგიჟე ჩვენ გვეკუთვნისო, რადგან ამ ტექნოლოგიასთან ერთად ჩვენ გვაქვს რაღაც შესაძლებლობები, უგივი უფასო ენერგიაო, თქვენ შეძლებთო სახლის გათბობას, ბაღების გაშენებას, გექნებათ ბასეინები, ისინი მუშაობენ მუდამ და უფასო თითქმის 10 ცენტი კილოვატზე. ეს არის $20 წელიწადში. იმისთვის რომ მართო მთელი სახლი. ეს არის მთელი გრენლანდია. ხომ ხედავთ, გრენლანდია ცარიელია, იქ ხალხი ცხოვრობენ ხოლო დიდ ქალაქებში. და ამ ქალაქებში 2 მილიონამდე ადამიანია. მოდით ახლა დაუბრუნდეთ სტივენ გრირს, რომელმაც გამოუშვა ვიდეო და ის აპირებს რაღაც დოკუმენტური ფილმის გაკეთებას. ეს ვიდეო ჩანაწერი იმის შემდეგ, რაც სხვალკაზე ხდებაო, სხვალკაზე მოხდებაო, ექნებაო გაშვებული საჯაროდ, რომ თემა სოფლიო ნახოსო და სტივენ გრის უნდაო წარადგინოსო მტკიცებულებები, ნამდვილი მტკიცებულებები დააჩვენოსო ზოგადი რაღაც ნივთები თავისი რეალური სახელებით, მტკიცებულებები. და სიღრმისეული მთავრობის შენობებთან დაიწყო პიკეტები. აგრეთვე ამ პიკეტებს თავში უხელმძღვანელებს სტივენ გრი, იგი შეუერთდება ამ ხალხს, ის დადგება ამ შილონის სახელმწიფოს შენობების წინ. მომიცინეთო, ამბობს კუპერი, რას ამბობსო? ადმინისტრაცია ჩრდილოან სახელმწიფოზე.
ისინი ყვებიანო დეტალურად თუ რას საქმიანობდა ჩულოვანის სახელმწიფო და ისინი ახლა ასახელებენ იმათ, ვინც შედის ამ ჩულოვანის სახელმწიფოში. დაიწყეს პიკეტები, როგორც თქვა წინათ. და როდესაც გროვდებიან ყველანი ამ შტაბ ბინის წინ, ყოველი ამ კორპორაციების შტაბ ბინების წინ მათ უკავიათ პლაკატები. კორპორაციების შენობის წინ სულ იქნება ეს პიკეტები. ხო, ეს თქვიმე. რადგან ისინი ცალკე ადამიანებს არ უსმენენ, იგნორებას უკეთებენ და თუ გინდათ რომ თქვენ მოგისმინონ, ხო, ის დრო არის, როდესაც თქვენ უნდა გამოხვიდეთო დემონსტრაციაზე და უთხრათო სათხმელი. და წამყვანები ეკითხებიან, რა კავშირი აქვს SpaceX, Elon Musk-ის SpaceX ამასთან ყველაფერთან. კუპერი პასუხობს, ილონსო დაპირდნენ რომ თუ ის ამას იზამდაო, თუ მიიღებდაო მონაწილეობას როკეტ როსის პროცესში, ეს როკეტ როსი არის ყველაზე მაღალი დონე ტექნოლოგიებისა და Elon Musk შეპირდნენ რომ თუ ის მიიღებდაო ამაში მონაწილეობას, ის მიიღებდაო საჩუქრად პირველ კოსმოსურ ხომალდს კომერციული გადასიძვებისთვის. მას აგრეთვე უნდა დაჩუქონ კოლონია მარსზე. მე ვფიქრობ, მას უნდათო აჩუქონო პრაიმი. ეს არის პრაიმი არის კომერციული ტურისტული საქმიანობა და მას უნდა მიიღო პირველი ხომალდი. Elon Musk-ი ცდილობდაო რუსული ენა შემოეტანაო. რადგან უმრავლესობა სპეციალისტები მისი ამ რაკეტო შექმნელებისა არიან რუსი მეცნიერები. და რაღაც მისესის სიხოსეულ სახელმწიფოს უნდათ მათი ამერიკაში გადაყვანა და მათ ეხებოდათ ბევრი დრო, ჰქონდათ ამაზე ამის გასაკეთებლად ბევრი დრო და სიხოსეულ სახელმწიფოს ჰქონდათ ბევრი მიზეზი რომ Elon Musk-ი გამოეყენებინათ და დღემდე აკეთებენ ამას. ისინი დღემდე იყენებენ Elon Musk-ს. Elon Musk-ი შეუერთდა ტრამპსო და ხოდა თუ Elon Musk-ი დაუახლოვდა ტრამპს, ეს რის გამო გააკეთათ, იცით? Elon Musk უნდა ტრამპი დაიახლოვოს იმის გამო, რომ შემდეგ ტრამპს გამოართვას გენერატორი ფლოიდი. და თუ ის ამას ვერ გააკეთებს, მასე ჩრდილოანის სახელმწიფო აიღებს ხელს. და Elon Musk-ს ტრამპი იმისთვის სჭირდება, რომ გენერატორ ფლოიდამდე მიაღწიოს. თუ შეიძლება აღხსენითო როგორ მუშაობენო კოსმოსური საიდო პროგრამები ციხისეული სახელმწიფოსიო. კუპერი პასუხობს, რომ ციხისეულ თავრობას არამხოლოდ უბრალოდ აქვენ კოლონიები, არამედ ისინი იყენებენო მონურ შრომას ამ კოლონიების სამართავად და იტაცებენო დედამიწიდან ხალხს. შეგიძლიათ თუ არა თქვენ მოყვეთო ამ გამოცდილებაზე და რას ფიქრობთო ამაზე. მე პირდაპირ მტკიცებულებები არ მაქვს ამის შესახებ, პასუხობს დენიელ კუპერი. მაგრამ როგორც მე მესმის 1952 წელს ენზენჰაუერის არჩეუბრებია ამერიკა უცხო პლანეტელებზე ეს გააკეთა ტურუმანმა. ნებისმიერ შემთხვევაში იყო დადებული ხელშეკრულება, რომ ისინი ყოველწლიურად წაიყვანდნენ მილიონ ამერიკელებს წელიწადში. მაგრამ
ეს იყო წერილობითი შეთანხმება და უცხო პლანეტელებმა იგივე აქ იგულისხმება რუხებმა ხელშეკრულების მიხედვით არ იქცეოდნენ, ისინი აჭარბებდნენ ლიმიტს, არც კი ეკითხებოდნენ, უკითხავად მიყავდათ მეტი ხალხი წელიწადში. შემდეგ ჩვენ ისინი გავდეკეთო ჩვენი სისტემიდან. ისინი არ იცავენ ხელშეკრულებებს დიდი ხანია ხანძრული პერიოდის განმავლობაში და ჩვენ ისინი გავდეკეთო. ჩვენ გქონდათო ორი სასამართლოს დონემდე გასარჩევი პროცესები პლანეტების ფედერაციაში, სადაც ილარიან 60 სახეობის წარმომადგენლები იმისთვის, რომ ხმა მიეცათ მზის სისტემიდან ამ რუხების გადავნების თანხმობა. ეს იყო ბრძოლა და 40 ამის შედეგად ამ ბრძოლაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი აქტივების ნახევარი, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. განიმედი ჩვენი თანამგზავრი განიმედი ეს არის ერთ-ერთი განიმედი თანამგზავრი და გალაქტიკა რა შუაშია. ალბათ უნდათ ეთქვათ, რომ განიმედი არის ერთ-ერთი თანამგზავრი ამ სამი გალაქტიკიდან ჩვენ გალაქტიკაში და ეს განიმედი არის უდიდესი შეძენა ჭილოვანი სახელმწიფოსი. რაც ეხება საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებს, რომელსაც ჩვენ გსმენიათ. მაგალითად, პროგრამა 20 და უკა. ეკითხება ახლა წამყვანი. რაც ეხება ამ პროგრამას 20 და უკა, შეგიძლია შენ მოგვიყვეო ჩვენ თუ რა არის შენთვის ცნობილი ამ პროგრამასთან დაკავშირებით. მაგენი გახსნას არაპირებინო ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას? არაო, ამათ არ უნდათო კოსმოსური პროგრამებზე რამე ინფორმაცია გაასაჯაროვონო, იმიტომ რომ სუპერ ჯარისკაცები არ იქნებიან აღიარებულნი 20 წლის შემდეგ. მაგალითად, მეო ამბობს ეს კუპერი მე დავიბადიო პროგრამაში, ანუ მე მაქვსო გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი და 2-დან 17 წლამდე მე სწავლობდიო ბრძოლას და მე მავარჯიშებდიო ლაბორატორიებში და ლაბორატორიებს გარეთ. მე მქონდა ისეთი რეგრესია დროში, რომ მათ შეეძლოთ ჩემი ვარჯიში დამატებით 17 წლიდან. შენ გზავნიანო დავალებაზე? ხო, მე დავდიოდი ნიუ-იორკის ატლეტურ კლუბში ჩემ მეთაურებთან ერთად და ჩვენი კრესერი შავი მეთქი ბნელი ფლოტის კრესერი, გერმანელი, რომელიც გერმანელებს ეკუთვნოდა. კრესერზე, ხო, და ჩვენო გზავნინენო დავალებებზე 20 წლის განმავლობაში. შემდეგ დაბრუნდითო, მე გავხდიო სერჟანტი, მაგრამ სერჟანტზე მეტი რანგს ვერ მივაღწიო და ტექნიკური კლასის სერჟანტიზებით მე ვერ ავედიო და ვერც ავიდოდა. ბენიპრილის აქვს ამბობი, თუ შენ სუფთა გერმანელი არ ახარ, სუფთა გერმანელი, მაღალ რანგს ვერ დაიკავებ. მაღალ რანგში სერჟანტზე მაღლა ადიოდნენ მხოლოდ სისხლით სუფთა გერმანელები. ჩვენ ვატარებდითო ფორმას. ხომალდეც კი, გემზეც კი, ხომალდზე ჩვენ შეიძლებოდაო არ გვეტარებინანო ნაცისტური ფორმა. ნაცისტურ ფორმას ატარებდნენო ჩვენი უფროსები. შემდეგ ჩვენ გაბრუნებენო 20 წლის შემდეგ ზუსტად იმ ადგილას, საიდანაც წაგიყვანისო 10 წუთის უკან. ანუ ხდება ასაკის
ასე ვთქვათ, დაწევა ბავშვად ხტიან და შემდეგ როდესაც ბავშვად იქცევა და მაშინ ამ პროცესს რა ქვია, ბავშვი მიყავს უცად იმ ადგილას, საიდანაც წაიყვანეს და შობას არ გონია, რომ შვილი 20 წელი იყო დაკარგული. და შენ არ იცი, რომ შენი მსახურე იქ და რომ ეს შენი ცხოვრიც კი არაა, შეიძლება ეს შენი ცხოვრი კლონის კი აღმოჩნდეს, მაგრამ შენ ისევ ისეთი ადამიანი ხარ, მაგრამ არაფერი გახსოვს, ძალიან ნაკლებად რომ დაგიბრუნდეს მეხსიერება იმ წლებთან დაკავშირებით. სანამ ჩრდილოვანი სახელმწიფო არ გააგრძელებს თავის ინფორმაციის გახსნას ამ პროგრამებზე, მათ არ უნდათ ამის შესახებ არაფრის საუბარი, და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა მოლაპარაკებზე, მაგრამ ისინი ჯერ ამაზე არ თანხმდებიან და არ აღიარებენ კურატორებს და რუხი არისო ჩვეულებრივი ელექტრონული მექანიზმი, რომელიც შექმნა ჩრდილოურმა სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეთქვა თავისი აზრი და წამყვანი ეკითხება, აი ბევრი მესმისო უცხოპლანეტელების შემოჭერაზე, როგორ გონიათო, ეს შესაძლებელიაო? ეს არის მონაგონი, რადგან ის რომ მაგათმა მოაწყვეს ფალსიფიცირებული შემოჭრა უცხოპლანეტელებისა, ესა სიცრუე, რადგან ეს რომ ყოფილიყო ნამდვილი უცხოპლანეტელების შემოჭრა, დაიღუპებოდა მილიონზე მეტი ადამიანი უცხოპლანეტელების იარაღის გამოყენების გამო. და თუ ეს რო ყოფილიყო ნამდვილი შემოჭრა, თქვენ უცებ გაიგებდით ამას, რადგან ხალხი დაიღუპებოდა. რაც რუხებს ეხება, ისინი ნამდვილები არიან, ეს რუხები. მე პირადად ხდებოდი მათ და მათთან მისაუბრია. ისინი ნამდვილად რუხები არიან. ანუ გრესები. არსებობს დრონები, რომლებიც შექმნა ამ რუხებმა და ამ დრონების გამოყენებას აპირებდნენ. ტექნოლოგიური ოპერაციებისთვის მათ ჰქონდათ დაგეგმილი ფსიქოლოგიური ოპერაციები, მაგრამ ეს უნდა მოხდარიყო მაშინ, როდესაც მათი გაგებით მოხდებოდა უცხოპლანეტელების შემოჭრა. როდესაც ისინი მოკლავდნენ ბევრ ადამიანებს. ისინი მოდიოდნენ აქ, ეს უცხოპლანეტელები თავიანთი ოჯახები, თავიანთი მეფეებით და ისინი შეჩერდნენ. ტრამპის მოსვლამდე ბაიდენმა იცოდა ყველაფერი, ტრამპაც თქვა, რომ ბაიდენმა იცის ყველაფერი, რომ მისმა ადმინისტრაციამ იცის ყველაფერი და უბრალოდ თქვენ არ გეუბნებიანო. სიღრმისეული სახელმწიფო ვარც ამბობს ამ ინფორმაციის გახსნაზე, არა მიწიერი აქტივებთან დაკავშირებით. ამიტომ ტრამპის ადმინისტრაცია გამოვიდა და თქვა, კარგით, თუ ასეა, თუ ამდაგვარად მიდის საქმე, ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ტექნოლოგიები, ჩვენ უბრალოდ ყველას სიკვდილით დავსჯით სიღრმისეული სახელმწიფო ჩვენ გალაქტიკაში ძალიან ძლიერები არიან, ძალიან ძლიერია ჩვენ გალაქტიკაში. სიღრმისეული სახელმწიფოს
წარმომადგენლები ამბობენ, იგივე ციხესეული სახელმწიფო, რომ იმისთვის რომ დავაყაროთ უსაფრთხოება დედამიწაზე, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი მსოფლიო წესრიგი. და რომ დაღუპულიყო ბევრი ხალხი, ვითომ ფალსიფიცირებული უცხოპლანეტელების შემოჭრით. და მართლა რო ყოფილიყო შემოჭრა, ისინი უცხოპლანეტელებს ვერ შეაჩერებდნენ. ჩვენ ვებრძვით უცხოპლანეტელებს და ბევრი ადამიანები იღუპება, ხო? მე გულისხმობ ვერნერ ფონ ბრაუნს, რომელიც ხტებაო და აგრეთვე იმეორებდაო კეროლ როზინს. ბოლო კარტა, რომელსაც ჩვენ გავითამაშებთო, ეს არისო მოგონიერი შემოჭრა უცხოპლანეტელებისა, ეს არისო ბოლო კარტა იმისთვის, რომ კი ეს იქნება სიცრუე, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ გვინდა ამის გაკეთება, რომ დავაყაროთ ახალი მსოფლიო წესრიგი. და ის ბევრჯერ ამბობდა ამის შესახებ. ეს კაცი, მომაკვდავი კაცი. პლანი ოღონდ გეგმა შეიცვალა. და ისინი იძულებულთ გახდნენ არის ორი პარტია, რომლებიც ემხრებიან სიღრმისეულ სახელმწიფოს და აკონტროლებენ სიღრმისეული სახელმწიფოს წარმომადგენლები აკონტროლებენ ორივე პარტიას. ისინი აგრეთვე აკონტროლებენ დანარჩენ პარტიებსაც წელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა პარტიებს. და როგორც თქვა ერთხელ სტივენ გრირმა, რომ საზღვრები არ არსებობს, ის შოკირებული იყო. მე არ ვიცოდიო, რომ საზღვრები არ არსებობდა, ამბობს კუპერი. და ისინი აკონტროლებენ ყოველ მმართველს. საქართველოს კი, თუ რა გონიათ? თუ უბრალდებით ხელისუფლებაში მოსულ ხალხს. მაგათ ვინ ეკითხება? ისინი იმას აკეთებენ, რასაც აკეთებდნენ, რასაც ჩრდილოეთის სახელმწიფო განახობდა. საზღვრები არ არსებობს და ქვეყნები არ არის, ჩვენ ვართ კოლონიები. ვიყავით უფლისწულად კოლონიები, მაგრამ ყველაფერი წასულს ბარდება. და როგორ გონიათ 2008 წელს რატო რა იყო პუტინმა თბილისი? რა შეუშლიდა ხელს? რა? იმიტომ რომ ჩრდილოვანმა სახელმწიფო უბრძანა, რომ ჯერ თბილისს არ შეხებოდნენ. იმიტომ რომ ისინი კონფლიქტებს აწყობენ რიგ-რიგობით. როგორ გონიათ? შემოკარგებო. პოლიტიკა ეს არის ბინდური საქმე და ამ პოლიტიკაში არავის არ ეძლევა უფლება, არ ეძლიოდა უფლისწულად უფლება რამე ეთქვა ჩრდილოეთის სახელმწიფო მართავდა მთელ სოფლიოს. და საბჭოთა კავშირს კი ფინანსურად ეხმარებოდა როთშილდები. თქვენ იცით ვის ებრძვით? დემონსტრაციებზე რო გამოდიხართ. თქვენ ახანდელი საქართველოს მართლობის წინააღმდეგ კი არ გამოდიხართ. თქვენ ებრძვით ჩრდილოვან სახელმწიფოს. როგორ გონიათ? ვინ გაცა ბრძანება ხალხისთვის და ეშინებინა დათვის ტყვეები? ვინ? არავინ არაფერს ეკითხება. ისინი არიან ფასონზე. ახლა ჩრდილოეთის სახელმწიფოს ამზადებენ დავამაშტი სიტყვა. მოგდიეთ, გავიხსენებ ახლა. ვერ გავიხსენი ის სიტყვა. ჩრდილოეთის სახელმწიფომ უნდა დათბოს თავისი ხელისუფლება. მაგრამ კი ის მზათაა გადასცეს
თავისი მმართველობა ახალ მოსულ ადმინისტრაციას. არა წინამდები, მაგრამ ის წინამდებია ტექნოლოგიები გადასცეს ხალხს. წინამდებია თქვას თავისი აქტივებზე, თავის კოლონიებზე, თავის ტექნოლოგიებზე საჯაროდ. არ უნდა რომ ხალხმა გაიგონ თუ რამდენ აქტივებს ფლობს ძილოვანი სახელმწიფო კოსმოსის დათმობა არ უნდათ. შეიძლება დათმონ დედამიწის მმართველობა, მაგრამ კოსმოსის დათმობა არ უნდათ. და წარმოგიდგენიათ, ამდენი ხნის განმავლობაში ისინი გვაკონტროლებდნენ ჩვენ თავრობის ხელით. და მოასწრებენ ჩიპიზაციას, თორემ მართლა დაღუპულია ჩვენი საქმე. არაფრით არ უნდა მივიდეთ ჩიპიზაციამდე, ამიტომ ხალხო, თხილად იყავით თქვენ აზრებში, მოიწონებთ ხელოვნური ინტელექტის ჩიპიზაციას. მოიწონებთ. ჩიპიზაციაზე თქვით ვარი. ამოიღეთ ხმა სამყაროში თქვით. სამყაროში გააგებინეთ, რომ თქვენ ჩიპიზაციაზე ამბობთ ვარს, რომ თქვენ არ გინდათ იყოთ ხელოვნური ინტელექტის მონები. კი, ფარგლებში ხელოვნური ინტელექტი კარგია. ხალხო, ხელოვნური ინტელექტა ომეგა დედატონმა დაღუპა ანდრომედა, გალაქტიკა ანდრომედა და ანდრომედელების მომავალში არ არსებობენ. ანდრომედელები ახლა არიან ჩვენ დროში და ელოდებიან ჩვენი მეცნიერები და ჩვენი ალიანსის წევრები, მაგათაც ყავთ მეცნიერები, როდის მოახერხებენ რამე ტექნოლოგიის მოგონებას, რომელიც ამ მათგან გამოქცეულ ხელოვნურ ინტელექტს ისევ მოარჯულებს, ისევ გააკონტროლებს. იმიტომ რომ ეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენამდე მოვიდა, მომავლიდან მოვიდა, და გავიწყდეთ. მომავალში დაღუპა ანდრომედა, გალაქტიკა ანდრომედა მოვიდა ჩვენამდე, კოსმოსში ხო დრო არ არის და აღმოჩნდა ჩვენ დროში და ახლა უნდა ჩვენი დაღუპვა. ბევრი 3 თუ 4 ნეგატიური ინტელექტი არსებობს. ამიტომ არ უნდა, კი, ეს ჩვენი ბრალიცაა. ჩვენი ბრალიცაა. იმიტომ რომ არ უნდა შეიყვანოთ ძიებაში ისეთი საკითხები, რაც ამ ხელოვნურ ინტელექტს განვითარების საშუალებას მიცემს. ეცადეთ, ვისაც გააქვთ მაგის უნარი და ნიჭი, ბევრი საკითხი თვითონ გადაწყვიტოთ, გადალახოთ. მიტერ ალიანსში არის საზღვრები, მაგრამ ჭილოვან სახელმწიფოში საზღვრები არაა. აი კითხვა ისმის, რატომ აერჩია ჭილოვანო სახელმწიფო ტრამპი? რატომ აერჩიეს უпростоრად ტრამპი? რატომ აერჩიეს? ან რატო აერჩიეს სტივენ გრირი? იმიტომ რომ სტივენ გრირი გამოდის მშვიდობის ხარეს, სიყვარულის ხარეს და ამდაგვარ რაღაცების ხარეს. ის არის ექიმი პროფესიით და მას ესმის, რომ შეეძლოთ აერჩიათ ვინმე სხვა, ხო? მე გულისხმობ მიტერ ალიანსს, ვინმე თუ ერევა და უნდა დროში ჩასვლა და რამის გამოსწორება, არსებობს დროის პოლიცია. და თუ რამე კომბინაციური ხდება, ვინც მართავს დროს, უთათვალებს ამ დროს, ისინი მიდიან და ამ შეცდომას ასწორებენ. არ შეიძლება უბრალოდ დაბრუნდე უკან და დრო შეცვალო. დროში რაღაც შეცვალო. ეს ეწინააღმდეგება ბუნებრივ კანონებს.
ყოველ სახეობას აქვს თავისი დროის კანონები და ეს მარტო ჩვენ არ გვაქვს. ყოველ განვითარებულ სახეობას აქვს თავისი გუნდი, ყავს თავისი გუნდი, რომელიც მართავს კაპიტალს და დროს. და ისინი ყველა თვალყურს ადევნებენ, რომ მათი დროის ხაზი ან ხაზები, რომლებშიც ისინი მონაწილეობენ, არ იცვლებოდეს. და მესმის, რომ ყველაზე საინტერესო ზუსტად ის არის, როდესაც შენ მეექვსე ცხენს ამჩნევ, რომელსაც ნიკოლა ატესტირებდა 1890 წელს და შენ იწყებ უბრალოდ და მალე სწავლობ მოგზაურობას ფიზიკურ დროში და გადაადგილდები წარსულში. ყოველს აქვს დროის მაგიური ვენტილატორი და მათი ამოცანა როგორც მაღალ განვითარებული სახეობებისა გააკეთონ ისე, რომ ბოლო დროს რასაკვირველია, მაღალ განვითარებული სახეობები იყენებენ ამ დროში მოგზაურობებს, რომ რაღაცას კორექტირება გაუკეთონ, მაგრამ რაც უფრო მეც საუბრობ ჩვენ ამაზე, მით ხდება აქტუალური ის, რომ დროში მოგზაურობა არსებობს და მასეთი ადამიანები, როგორც ტესლა და სენდრო მასიაკო, ტელეპორტებით მოგზაურობდნენ დროში და ეს ხდება 1800 წლის ბოლოდან და ეს მართლაც საინტერესოა. კარგი, მე ამით ამ ვიდეოს დავასრულებ, იქ ცოტაა დარჩენილი და მე ადგილიც არ მეყოფ, ახლა გამეთიშება. მე კი მეყოფ ადგილი, ჩემ ტელეფონს არ ეყოფა მეხსერების ადგილი, მეხსერებაში ადგილი, საცა ახლა გამეთიშება. კარგით, ახლა პატარა რაღაცის გულისა, მე მეორე ვიდეოს გაგრძელებას ვერ გავაკეთებ. საინტერესო რაც იყო, კი ვთქვი. მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.